დღეს მოვამზადებ ქართული გასტრონომიის უახლოესი ისტორიის ერთ-ერთ გამორჩეულ კერძს, რომელიც მზადდება ქათმით. ალბათ ხვდებით უკვე რა კერძიცაა, თან დავამუშავებ და თან ორი სიტყვით მოვყვები ამ კერძის უნიკალურობასთან დაკავშირებით. კერძი უნიკალური ხდება მისი სახელიდანაც გამომდინარე. ქართულ გასტრონომიის, ქართულ კულინარიაში ფაქტიურად არ გვხვდება კერძი, რომელსაც აქვს რეგიონის, სოფლის სახელი. და ეს კერძი არის შქმერული. მისი უბრალოებით ეს კერძი არის უნიკალური და მისი გემოვნური თვისებებით. აქ რა არის მთავარი? კარგი სოფლის დედალი და ნიორი, ხო? და მეგობარი კატა, რომელიც ეხა ამ ხორცზე მეჩალიჩება. აჰა. დამუშავებას რაც შეეხება, ქათამი მუშავდება არა მკერდის მხრიდან, არამედ ხერხემლის მხრიდან. ხერხემლის ამოღების შემდეგ ძალის გამოყენებით გადავხსნით ძვლებში, სახსრებში, გავასუფთავებთ და კედზე, თიხის კედზე გამოვაცხობთ. შევწვავთ, ბოდიში თავიდან შევწვავთ და მერე უკვე იცი რა არის, ორი ვერსია არის. ქართულ თანამედროვე კულინარიაში შქმერულმა თბილისში უпроსწორედ თავი დაიმკვიდრა რძის პროდუქტებთან ერთად. თუმცა მისი აუთენტური რეცეპტი გამოიყურება უფრო მარტივად. მხოლოდ შემწვარი ქათამი და ნიორწყალი. თუმცა დღეს გავაკეთებ თბილისურ ვერსიას, თანამედროვე ვერსიას რძის პროდუქტებთან ერთად. შენთვის არა ეს ქათამი. არ მიეპარო. როგორც პატიოსანმა კაცმა მირჩია, ჯერ დაბალ ცეცხლზე უნდა შევახუროთ კეცი და ეგ სახში გავაკეთე უკვე. ეხა უკვე მაღალი ცეცხლის ჯერია, რომ ქათამი მკერდით პირქვე დავდო. მანამდე ცხიმი აქვს მისაშველებელი და მე როგორც ყოველთვის ვიყენებ დანიური ბრენდის ლურპაქს სანდოობიდან გამომდინარე და უკვე ჩემთვის ადაპტირებული პროდუქტია და ვენდობი და გამომადგა, რაც მთავარია. კარაკი. გაცხელდება ეხლა და დადნება. შენთვის არ მაქვს არაფერი. არა, მაქვს შენთვის გადანახული. ქათამს არ მიეპარო. თავიდან პირდაპირ ნაკვერცხალზე მექნება კეცი და უკვე ქათამს რო ამოვაბრუნებ. გადავიტან სამფეხაზე, რომ ცეცხლი ვაკონტროლო შესაბამისად. რაც მთავარია, ქათამი მკერდით კეცისკენ, ტექნიკურად რაც გამოარჩევს ამ კერძს არის ქათმის მომზადების ტექნიკა. ქათამს როგორც კი კეცზე დავდებთ, მე ეხა გაჩვენებთ მალე, უნდა დავადოთ სიმძიმე. რომ დაიპრესოს ეს ქათამი, მომზადებითაც შედარებით მალე მზადდება და ცხიმი, ქათმის ცხიმი კანიდან თანაბრად გამოდის და ამ ცხიმში ერევა უკვე ცნობილი ნიორი, შქმერული.
სამწუხაროდ კეცი დასკდა. ჩვენ კი დავიცავით ყველა ნაბიჯი სწორად შევასრულეთ, ჯერ გაზზე ვქონდა დაბალ ცეცხლზე, მაგრამ ნუ მოხდა ესე, რომ კეცმა ძალიან დიდი ბზარი გაიკეთა და აქ შქმერულის გაკეთება ფიზიკურად შეუძლებელია. ამიტომ თუჯზე გადავალ ახლა, თუჯს მოვიტან და ამ ცხიმს რაცაა დარჩენილი თუჯში გადმოვიტან. ამ ცხიმს ცოტა წყალს დავუმატებ და აქ იწყება ახლა მთავარი პროცესი ამ ბულიონთან ერთად ნიორის ჩაჭყლეტვა და ჩათუშვა. ნიორი რო ჩაითუშება, აი უკვე მერე შეგვაქვს რძის პროდუქტები. და ავთენტური შქმერული ასე ვთქვათ, სოფელ შქმერში შექმნილი შქმერული თავდება, სრულდება დაახლოებით ამ ეტაპზე, როდესაც ნიორი ემატება, იშუშება და ქათამი მერე ლაგდება ამასთან ერთად და 5 წუთის განმავლობაში ურთიერთქმედებაში მოდის, მოკლედ რო ვთქვათ, ერთმანეთად ნიორი და ქათამი. მაგრამ თბილისური ვარიანტი ის არის, რომ პლუს რძის პროდუქტების დანამატი. აქ თბილისში ბევრჯერ შევხვდებით, ბევრ სახლის უყვარს გამიგია კიდევაც, რომ მაიონეზის დამატებით, რაც კატეგორიულად არ მიყვარს და მიუღებელიც მგონია. თუ ვაკეთებთ თბილისურ განსხვავებულ შქმერულს, ტრადიციული შქმერულისგან, უნდა გამოვიყენოთ რძე და ნაღები. ასევე ბევრი იყენებს არაჟანს. არაჟანი კიდე მოსულა, ოღონდ ისიც მაღალ პროცენტიანი, 30%-იანი არაჟანი კიდე მისაღები არის, რომ ის გემო მივიღოთ, რაც ნამდვილი თბილისური შქმერული უნდა იყოს. აი ხა არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც ნიორი გახდა ოქროსფერი და შეგვიძლია უკვე დავამატოთ რძე პირველ რიგში. მე ვიყენებ არლას ნატურალურ ორგანულ რძეს, არავითარი დანამატები ამ რძეში არ არის და 100%-ით არის ორგანული და შეიცავს 0% შაქარს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელ დღეს მით უმეტეს. ზე უკვე ამ ბუშტუკები გაიკეთა ირგვლივ, უკვე დუღილისკენ წავიდა და ეხლა დავამატებ ჩემს საყვარელ ნაღებს. ცოტა კი დავაქციე, მაგრამ არა უშავს. მე ვიყენებ ვირჯილიოს ნაღებს, რომელიც ერთხელ ხინკლის გადაცემაშიც ვილაპარაკე, რომ ეს ნაღები იმითაა გამორჩეული, რომ არის ხავერდოვანი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს მხატვრულად ვთქვი, რომ ხავერდოვანია, თუმცა ტექნიკურად არის მდგრადი, ცეცხლთან მიმართებაში არის მდგრადი. ეხლა დავჭრათ ქათამი, სამწუხაროდ მიიკრა შეწვის დროს ქათამა, რადგან კეცი რო გასკდა, ცხიმი არ გაიჩერა და ხორციც კანიც მიიკრა. ეხლა დავჭრათ და ჩავალაგოთ ნაღებში და ნიორ წყალში. რომ 1-2 წუთი დაჭირდება ნაღებთან ერთად, რომ შეისხლ ხორცოს ნაღები, ასე ვთქვათ და გაუჯდეს გემოები.
თბილისური, ქალაქური, ქმერული მზად არის და პურიც გაიხუხა. აი ეს მომენტი არის ცხონება. აუ, ეხა ყველაფერი ცხელი იქნება და თან ვერც ვითმენ. ეს ეს ხმა. რა ცხელია. ცოტა ხო არ დაველოდო. მანამდე სანამ ეს გაგრილდება ისეთ ტემპერატურას სანამ მივას რომ ვჭამო, მანამდე გეტყვით რომ უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაალაიქოთ, დაგვიკომენტაროთ, ცოტათი გაგვაკრიტიკოთ თუ გასაკრიტიკებლები ვიქნებით, რაც არ ამგონია და რაღაც რჩევებიც მოგცეთ. ან გითხარით შემდეგ ეპიზოდებში რა გადავიღოთ, რა გესიამონებათ, თქვენ სოფელში რა გახსენდებათ ისეთი, რაც აი ბებიის გემოს, ეზოს გემოს გახსენებთ და იმას მოვამზადებთ. ესე უცებ არ გაგრილდებოდა, მაგრამ შევჭამ. აი ეს არის ცხონება, აი ცხონება. მაგრამ ისე მინდა ვისიამოვნო, რომ პირი არ დავიწვა. ნიორი ყველასთვის ნაცნობი გემო, ეხა ახალს არაფერს არ ვიტყვი, რომ მიგახვედროთ, ეხა მე რას ვგრძნობ. რას ვყნოსავ, ეს არის ნიორი რძე და ნაღების კომბინაცია. ქათამი აღარც მინდა соуსი ისეთი გემრიელია. რაფაელოსავითაა, ზედმეტი სიტყვები აქ საჭირო აღარაა. ხორციც გავსინჯოთ, ბარკალი. ცხელი იქნება, დავიწყო პირს. ყველა ვინ სინჯავს რაღაც გადაცემაში და სიძახის მგონია რომ ძალიან ხელოვნურია, მაგრამ მენდეთ რომ არ ვარ ხელოვნური. ბუნებრივი ვარ. ჭამი არ შემარცხინე. ცოტა დაუცი. ცხელია და